წელს საქართველოში ნუშის მოსავლის 25-30%-იან ზრდას პროგნოზირებენ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში. ამბობენ, რომ წლიდან წლამდე ქართული ნუშის როგორც ხარისხი, ისე რაოდენობა იზრდება და ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ ნუშის გლობალურ ინდუსტრიაში საკუთარი სიტყვა თქვას. მეტიც, სატესტო რეჟიმში ქართული ნუშის ექსპორტი რამდენიმე ქვეყანაში უკვე ხორციელდება. ნუშის რა რაოდენობის მოსავალს მიიღებს საქართველოს და რა გამოწვევები რჩება სექტორში, მარი მელიქიშვილი გვერდება ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში. გამარჯობა, მე ვესალმები ჩვენს მაყურებელს. 5-დან 6,000 ტონამდე გაუტეხავი ნუში. ეს არის ის საპროგნოზო მოსავალი, რასაც წელს საქართველოში აღნიშნული ინდუსტრია ელოდება. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში წლიდან წლამდე იზრდება როგორც ნუშის ბაღების ფართობები, ისე მიღებული მოსავალი. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში ნუშის ბაღები 6,000 ჰექტარზეა გაშენებული, უმეტესად აღმოსავლეთ საქართველოში. დარგის ექსპერტების შეფასებით ქვემო და შიდა ქართლში, ასევე კახეთში მაღალი ხარისხის ნუშის წარმოებისთვის შესაბამისი ნიადაგი და კლიმატური პირობებია. უნდა ითქვას ისიც, რომ ამჟამად ჩვენს ქვეყანაში სულ ნუშის 5-6 ჯიშია გავრცელებული. ძირითადად საუბარია ევროპულ ჯიშებზე, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში ყველაზე კარგად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში წარმოშობილი ნუშის ჯიშები ხარობს. გეტყვით იმასაც, რომ ნუშის მოსავლის აღების პროცესი აგვისტოდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. თუ ფერმერებს ამინდებმა არ შეუშალა ხელი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წინა წელთან შედარებით წელს საქართველოში ნუშის მოსავლის 25-30%-ით გაზრდას პროგნოზირებენ. წელს ასოციაციის პროგნოზით 5-დან 6,000 ტონამდე გაუტეხავ ნუშს მიიღებს ქართული ფერმერები, ზოგადად ინდუსტრია, რაც დაახლოებით 1500-დან 2800 ტონამდე ნუშის გულს გულისხმობს. ხარისხად შეეხება, ხარისხიც პირდაპირ წლამდე იხვეწება ქვეყანაში, იმიტომ რომ ფერმერები სწავლობენ, როგორ უნდა მოახდინონ აღნიშნული კულტურის კულტივაცია, რამდენი წყალი უნდა მიაწოდონ, როგორ უნდა მოხდეს ფერტიგაცია და სხვადასხვა ტიპის მექანიზაციის სამუშაოების ჩატარება. ეს არის პირველადი პროგნოზი, რომელსაც ასოციაცია ამ ეტაპისთვის, ასე რომ ვთქვათ, უსვამს ხაზს, თუმცა რაც უფრო მიუახლოვდებით მოსავლის აღებას, ეს პროგნოზი უფრო და უფრო მიუახლოვდება რეალურ მაჩვენებელს. ამ ეტაპისთვის გადალახული არის ისეთი მნიშვნელოვანი ეტაპები, როგორიც არის ყვავილობა, როგორიც არის დამტორიანება, როგორიც არის ყვავილობის შემდგომი ნაყოფის წვენა. შესაბამისად, ეს პროგნოზი რაღაც მიახლოებაში, სადაც 80%-იან მიახლოებაში რეალურ მონაცემებს ასახავს, თუ არ მოხდა რაიმე მნიშვნელოვანი ამინდის გაუარესება. გეტყვით იმასაც, რომ საქართველოში კომერციული მიზნით ნუშის ბაღების გაშენება სულ რაღაც 2016-2017 წლებში დაიწყო. შესაბამისად, ეს საკმაოდ ახალი კულტურაა ჩვენი ქვეყნისთვის და არსებობს გარკვეული გამოწვევები დარგში. ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციაში ამბობენ, რომ მთავარი გამოწვევა მაინც ცოდნის ნაკლებობას უკავშირდება, ასევე პრობლემას წარმოადგენს არასაკმარისი ტექნიკა, რათა სრულად მოხდეს მექანიზება ისეთი პროცესის, როგორიცაა მოსავლის აღება. რაც შეეხება პოტენციალს, დარგის ექსპერტები განმარტავენ, რომ საქართველოს აქვს ყველა რესურსი იმისთვის, რომ დიდი რაოდენობით და უმაღლესი ხარისხის ნუში აწარმოოს და კონკურენტუნარიანი გახდეს საერთაშორისო ბაზრებზე. მით უფრო, რომ მთელ მსოფლიოში ჯანსაღი კვების დანერგვისა და პოპულარიზაციის ფონზე ნუშზე, როგორც ჯანსაღ პროდუქტზე მოთხოვნა ყოველწლიურად 5%-ით იზრდება. ვინაიდან ამჟამად საქართველოში მცირე რაოდენობით ნუში იწარმოება, მისი რეალიზება თითქმის სრულად ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სატესტო რეჟიმში კი ქართული ნუში ექსპორტზე მცირე ოდენობით რამდენიმე ქვეყანაში იგზავნება. ბიზნესის თვალით თუ შევხედავ, თითო დაინვესტირებულ დოლარზე უკუგება საკმაოდ საინტერესო აქვს აღნიშნულ კულტურას, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება დიდი რაოდენობის და იმ რაოდენობის მოყვანა ჰექტარზე, როგორც არის მაგალითად 2000-დან 2200 კილოგრამამდე ნუშის გულის, რაც გულისხმობს სადღაც 6-დან 6,5 კილოგრამამდე გაუტეხავი ნუშის რაოდენობას. სადღაც 2016-17 წლიდან ხდება პირველი ბაღების გაშენება საქართველოში. მოსავალი ძალიან ცოტა გვაქვს ამ ეტაპზე, სრულად ახორციელებს ქართული ბაზარი მის ათვისებას, ბუნებრივია საექსპორტო ბაზარებზეც ხდება რაღაც სატესტო რეჟიმში მიწოდება რაღაც პროდუქციის, ძირითადად სამეზობლოში, აგრეთვე რამდენიმე ლოტის გაგზავნა მოხდა ინდოეთში, მოხდა აგრეთვე გერმანიაშიც, თუმცა მიზა არ არის კომერციულად მომგებიანი ამ ეტაპზე ექსპორტი. ნუშის წარმოება არ არის ჩვენთან ახლა იმ მასშტაბის, რომ შეიძლებაოდეს, რომ დიდ ბაზრებზე შესვლაზე ვისაუბროთ და ისედაც საკმაოდ ძვირია. ბოლო
კვლევებით გამოჩნდა, რომ საკმაოდ ძვირია ბაზრებზე შესვლა ამ მოცემულობაში. ამიტომ ყველაზე კარგი გამოსავალი, რაც შეიძლება ბიზნესმა მოიფიქროს, ეს არის, რომ თავისი იდეალური მომხმარებელი მოძებნოს იმ ქვეყანაში, სადაც შესვლა უნდა და შესაბამისად შესთავაზოს უფრო ძვირად ღირებული პროდუქტი, რომელიც რაოდენობაში ბევრი არ იქნება, მაგრამ კონკრეტულ მომხმარებელზე იქნება მიმართული. ეს შეიძლება იყოს გოზინაყის სტილის, ასე ვთქვათ, ნუგბარი ან თუნდაც პროტეინ ბარები, რომელიც საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, ჯანსაღი ასოციაცია და მართლა ჯანსაღია და რეალურად დიდი მოთხოვნა უცხოურ ბაზარზე. ცნობისთვის მსოფლიოში ნუშის მთავარი მწარმოებელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია, სწორედ მასზე მოდის გლობალური წარმოების 80%, მას შემდეგ პოზიციებზე ავსტრალია და ესპანეთი მოყვებიან. აღსანიშნავია, რომ ნუშის მწარმოებელ ყველა მსხვილ ქვეყანაში წელს მოსავლის ზრდაა პროგნოზირებული. სხვადასხვა ანალიტიკური გამოცემის ცნობით წელს ნუშის გლობალური მოსავალი თითქმის 2 მილიონ ტონას მიუახლოვდება. საუბარია გარჩეულ ნუშზე, ანუ ნუშის გულზე. ეს კი ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. მადლობა, მარი მელიქიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.